სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ეს სოფელი საკმაოდ ჭრელია და ხმაურიანი, თვალის მომჭრელი იმისათვის, რომ უფლისმიერ მოფენილი ფაქიზი, ხმა და ნათელი შევიგზნოთ და განვიცადოთ. მით უმეტეს, როდესაც ჩვენი ყურადღება მთლიანად მიტაცებული აქვს ამ სოფლის სიჭრელეს, მრავალფეროვნებას, შფოთს, ხმაურს, მიდრეკილებებს. ადამიანი სანამ არ ისწავლის განრინებას ამ სოფლისაგან, როგორი რელიგიურიც არ უნდა იყოს, როგორი თეოლოგიური განათლებაც არ უნდა ქონდეს, როგორ ხშირათაც არ უნდა ასრულებდეს წესებს, ზიარებისას თუნდაც. ღმერთს ვერ შეიგრძნობს და ვერ განიცდის. როგორც ილია თესბიტელმა ღმერთი იხილა არა გრგვინვაში, არა ქარიშხალში, არა ელჭეკში, არამედ მწულილ ნიავში, ანუ სუსტ ჩქამში, ოდნა. ღმერთი ფაქესად ეხება ჩვენს გულს და ჩვენს სულს. და ჩვენ უნდა ვისწავლოთ განრინდება ამ სოფლისაგან, ამ სოფლის სულისგან, რომელიც მოქმედებს არა როგორც მკვდარი რაღაცა მოცემულობა, არამედ როგორც ცოცხალი, იმიტომ რომ ამ სოფლის მრავალფეროვნებას იყენებს, მშვენიერებასაც მათ შორის, იყენებს ეშმაკი და ასევე ადამიანის იმ მიდრეკილებას, რაც დაცემის მერე ჭირს ადამიანს, რომ ამ სოფლის მშვენიერებით, ამ სოფლის სიკეთით განიღმრთოს, როგორც ეგონა ადამს, რომ მოწყვეტდა მშვენიერ ნაყოფს, მიიღებდა და ღმერთი გახდებოდა. ეს მიდრეკილება თითოეულ ჩვენგანშია, როგორც მის მემკვიდრეებში. ანუ ხედავთ როგორ არის, ეს სოფელი მართლა ჩვენიერია და კანონზომიერია, ჩვენ კიდე მიდრეკილნი ვართ, რომ სრულყოფილებას ვესწრაფოდეთ ამ სოფლის დახმარებით. რა ძირშივე შეცდომა არის და ძირშივე ეწინააღმდეგება იმ სულს, იმ ჭეშმარიტებას, იმ ცოდნას, რომელიც განკაცებულმა ღმერთმა მოიტანა. უფალი თვით რელიგიურ წესსაც უარყოფს ყველანაირს, თუ ის არ არის კონცენტრირებული იესო ქრისტეს და ამის მაგალითებიც გვაქვს წმინდა წერილში. უფალი თვით სიკეთესაც უარყოფს გარეგნულს, თუ ის კვლავ და კვლავ არ არის კონცენტრირებული იესო ქრისტეზე, იმიტომ რომ მხოლოდ იესო ქრისტეა ის, ვინ ჩვენ მარადიული სიცოცხლე მოგვიტანა და გვაჩუქა. მის გარეშე არ არსებობს სიცოცხლე მარადიული. ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ჩვენ გვახარებს, რაც ჩვენ გვაბედნიერებს, რაც ჩვენ ადამიანებად გვაქცევს, ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვაქვს, რომ ცოცხლები ვართ. და როგორც კი გარდავიცვლებით, მტრად ვიქცევით და ჩვენგან აღარაფერი დარჩება, თუ არ ჩაენაცვლება ამ ჩვენ ადამიანურ სიცოცხლეს, სიცოცხლე დაულევნელი, სიცოცხლე მარადიული, უკუნითი უკუნისამდე. და მაშინ ყველაფერი იმას, რაც ღირსება, რაც გვინდა, რომ ჩვენში იყოს კარგი, მას უკვე ფასი ექნება, იმიტომ რომ პერსპექტივა ექნება, იმიტომ რომ მარადიული სიცოცხლის მიერ იქნება ჩვენში და ჩვენ მასში, მარადიულ სიცოცხლეში. ეს ყველაფერი კი მხოლოდ და მხოლოდ ქრისტესთან ერთობით ხდება, იმიტომ რომ ის შემოვიდა როგორც მარადიული სიცოცხლე ამ სამყაროში და მოგვიტანა და მოგვცა ჩვენი მასთან ერთობის შესაძლებლობა. ის, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებდით, რომ ღმერთს შევერთებოდით, ვერ შეუერთდებოდით ღმერთს, ჩვენ ამის რესურსი არ გქონდა, ის თვითონ გააკეთა. იესო ქრისტეში ღმერთი და ადამიანი გაერთიანდა. და ჩვენ გამზადებულს გვაძლევს თავის თავს, განხთობილს, რომ შეუერთდეთ და ჩვენს განვიღმრთოთ, ოღონ ამისათვის საჭიროა, რომ გამოვიძიოთ მისი ნება და ჩვენი ნება მას დაუქვემდებაროთ. ამისათვის საჭიროა გამთავისუფლდეთ ჩვენი უკეთური ნებისგან, რომელსაც სურს მხოლოდ ის,
რაც ღმერთის საწინააღმდეგო. აი დაუკვირდით ხორცს რა სულს. დაუკვირდით ჩვენ სულიერ მიდრეკილებებს. რომელიც ჩვენს აზრებში იწყება, გულის სიტყვებში იწყება, უდიდესი უმრავლესობა 99% და კიდევ მეტი წინააღმდეგობაშია ღვთისნებასთან. იგი ან ჩვენ ხორციელ სიამოვნებას ემსახურება, ან ჩვენ პატივმოყვარეობას ემსახურება, ან ჩვენ ეგოიზმს ემსახურება, ან ჩვენ სიმართლეს ემსახურება, ან ჩვენ რაღაცა სრულ ღირსებებს ემსახურება. იმიტომ რომ არ არის კონცენტრირებული იესო ქრისტეზე და ჩვენ არ ვიცით რას ნიშნავს ქრისტეს დარი ცხოვრება. ჩვენ ხო ვიცით რომ თუ გინდა რომ ცხონდეთ უნდა ქრისტეს მსგავსი გავხდეთ, როგორც იოანე მოციქულის სიტყვები ხშირად მომყავს, რომ გარდავიცვლებით, ჩვენ დავინახავთ, თუ ცხონდებით, დავინახავთ, რომ ისეთები ვართ, როგორიც ის არის. მისი გონება გვაქვს, მისი გული გვაქვს, მისი გზნობები გვაქვს, გესმით? მისი სული გვაქვს, მისი სიცოცხლე გვაქვს. ჩვენი შენარჩუნებით პიროვნული უნიკალურობისა ვიქნებით ისეთები, როგორიც ის არის. მსგავსი, მისი, ეს არის ხატება და მსგავსება, ოღონდ პიროვნული უნიკალურობის შენარჩუნებით. და თუ ესე არ ხდება, მაშინ ჩვენი ყველაფერი ამაოა. და ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს იყო ქრისტიანი. იმიტომ რომ ის აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ამასოფლის სულს, ამასოფლის ნორმებს, ამასოფლის ურთიერთობებს, აბსოლუტურ წინააღმდეგობაში. და ეს რომ ასია, სულ ჩანს, ყოველთვის ჩანს. აი დღესაც ასაც წავიკითხავ. ათესახარებიდან. გუფალი რას ამბობს, ნახეთ. თქვა იესო მოწაფეთა თვისდა, რომელსა ნებავს შემოდგომა ჩემდა, ეს რას ნიშნავს? ასე ვისაც უნდა რომ გამომყვეს და ეს ჩვენი აღთქმაა, ხო, გვახსოვს ათლობაში. ეს ჩვენ ყოველდღიურად, ყოველწამიერად ჩვენ უნდა ვცდილობდეთ აქტუალიზირებას ნათლობის აღთქმისა. და ეს არის შეუდგები ქრისტესს შეუდგები. და უფალი გვეუბნება, რას ნიშნავს ეს? წმინდა წერილი თუ არ ვიცი ვერ ვიგებ, ხო და წმინდა წერილში მეუბნება, წმინდა წერილში მეუბნება უფალი, რომელსაც ნებავს შემოდგომა ჩემდა, ანუ რომელსაც ნებავს რომ მე გამომყვეს, რა არის საჭირო გახსოვთ ხო ეს სიტყვები, ანუ ადამიანი რო ინათლება, მე რო დიდი ვარ და ვინათლები, მე უნდა ვიცოდე რას ნიშნავს შეუდგები ქრისტეს. ეს ნიშნავს შემდეგს, უარყავ თავითვისი, აღიღენ ჯვარითვისი და შემომიდექინვე. ხომ არის ეს ყველაფერი ამასოფლის სული საწინააღმდეგო. რას ნიშნავს უარყო? რა თავი უარყო კაცო? ჩემი თავი უნდა დავამკვიდრო. რა ჯვარი ავიღო? იმიტომ მოვედი ეკლესიაში, რომ ჩემი ჯვარი გადავაგდო, როგორც იქნა და გავთავისუფლდე ჯვრისგან. ხო ეს ეხლა ესე გასაგებია, რომ ესე იმპროვიზებულად ვამბობ, მაგრამ ეს ხო ესეთი განწყობა ხომ აქვს ადამიანს. კაი დავანებოთ დასრულ ადამიანს. აი მე ვარ მშობელი, შემეძინა შვილი, უბედნიერესი ადამიანი ვარ, შემეძინა შვილი, პატარა საყვარელი არსება, მოვიყვანე ეკლესიაში რომ მოუნათლო. აი ხა მშობელს რო უთხრა, რომ ინათლება შენი ბავშვი. აღთქმას ახლა ის ვერ დებს, მაგრამ ნათლიადებს და წესით ეს აღთქმის განხორციელება შენ გეკუთვნის როგორც მშობელს. და იცი რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს მშობელი ეკითხავს? შენმა შვილმა საკუთარი თავი უნდა უარყოს და ის განსასწრებელი რაც ექნება, კი არ მოიცილოს, არამედ აიკიდოს როგორც ჯვარი და გაყვეს ქრისტეს. დამერწმუნეთ, უდიდესი უმრავლესობა თუ პატიოსნად შეხედავს ამ სიტყვებს, უბრალოდ უარ სიტყვის, იმიტომ რომ მას არ უნდა, ამიტომ არ ნათლავს ბავშვს, მან თავის თავი უარყოს. ის იმიტომ ნათლავს, რომ პირიქით მან თავის თავი დაემკვიდროს ამ სოფელში, იყოს მაგარი, ძლიერი და ასე შემდეგ და ასე, რომ ბედნიერი, რომ არაფერი არ აწუხებდეს, სიცოცხლეს 100 წელი მინიმუმ. რა, ესე არ არის? რატომ ნათლავთ ბავშვებს? რომ ბედნიერი იყოს და რა არის ეს ბედნიერი? შემდეგ აგზელებს უფალი, რამეთ უკე თუ ვის მეუნდეს სულითვისი განრინებად, წარიწყმიდოს იგი, ანუ თავისი სიცოცხლე თუ უნდა რომ განარიდოს აი ამ ჯვარს, განარიდოს ამ ჯვარს. ის დაიღუპავს თავის სულს, დაკარგავს, წარწყმედავს, დაკარგავს თავის სიცოცხლეს. რომელმან წარიწყმიდოს სულითვისი ჩემთვის, ანუ ჩემს გამო დაკარგოს თავის სული ამ სოფელში, იგი მოიპოვებს მას. აბა ვინ იქნება ამაზე თანახმა? არა და ეს არის შეუდგები ქრისტესა. გესმით, აი როგორ წინააღმდეგობაშია, ამასოფლის სულის ხედვა საერთოდ ყოფიერებაზე, დამოკიდებულება ყოფიერებისადმი, რომელიცაც გაჟღენთილები ვართ ჩვენ, მათ შორის ქრისტიანები, მათ შორის ის მშობლები, ბავშვები რომ მოყავთ მოსანათლად.
ჩვენ როცა ვინათლებით დასრული ადამიანები და ამ დროს სახარებისეული სიტყვები. როგორ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან შეხედა. შემდეგ უფალი განმარტებასაც გვაძლევს. რა სარგებელი ეყოს კაც უკეთ თუ სოფელი ყოველი შეიძინოს და რა არის სოფელი ყოველი შეიძინოს? მაქსიმალურად წარმატებული იყოს. აი მაქსიმალურად წარმატებული იყოს ამ სოფელში. ყველას ეს გვინდა, გვახარებს, საოცრება, აი მაქსიმალურად წარმატებული. და უფალი გეუბნება, ხო, კაია, წარმატებული, რატომაც არა. და უფალი კითხვას სვავს უბრალოდ. და რა სარგებელი ექნება კაც თუ ამ სოფელს სულ შეიძენს და ოღონდ რის ფასად? სული თვისი იზღვიოს, ანუ სული დაიზარალოს. მანადიული სიცოცხლე ამ შემთხვევაში. ანუ რა მისცეს კაცმა ნაცვლა სულისა თვისისა? კი ბატონო, იყოს წარმატებული ამ ნიჭებსაც მე არ ვაძლევ უფალი გეუბნება. მაგრამ რის ფასად შეიძლება ეს გაკეთდეს? შეიძლება ეს გაკეთდეს იმის ფასად, რომ ადამიანმა ქრისტე დაკარგოს, ადამიანი არ იყოს კონცენტრირებული ქრისტეზე. აი მე მშობელი ვარ. ბავშვი მოვიყვანე, მოუნათლე რაღაც, მინდა ნიჭიერი შვილი მყავს. მინდა რომ აი მოკლეთ რა, სოფლიო ვარსკვლავი გახდეს ყველაფერში. კი ბატონო, კარგია. მაგრამ ისე რომ ქრისტეზე არ იყოს კონცენტრირებული, ეს არის აღზრდა ბავშვის. მე განათლების სისტემაზე ხوار ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ, ჩვენ როგორ ვზით ქრისტიანები საკუთარ შვილებს. რა გვახარებს უფრო მეტად ჩვენი შვილებისა? მათი რწმენა თუ მათი წარმატება? მათი სულიერი სწორი ხედვა თუ ფიზიკური ჯანმრთელობა? გესმით, რა გვახარებს უფრო მეტად? რამე თუ მოსვლა და ზეკაცისა დიდებით მამისათვის ის ანგელოსთა მისთანა და მაშინ მიაგო კაცად კაცაცა საქმეთა მათაებ. გარანტირებულად გვეუბნება, რომ გარანტირებულად მოვალ და გარანტირებულად პასუხს აგებს თითოეული ადამიანის ჩემს წინაშე. იმიტომ რომ ისეთი რამე მოხდა უფლის განკაცებით. ისეთი ბედნიერების შესაძლებლობა და სიხარულის შესაძლებლობა მიეცა ადამიანს. ისეთი ძალაუფლება ღვთისმშობლობისა. გონება მიუწვდომელი მართლაც ნეტარება, რომელიც თითოეულ ადამიანს ელოდება. ისეთი პერსპექტივა. მაგრამ ამისათვის საჭირო ადამიანმა თავის მხრივ ნაბიჯი გადადგას და რაც დიდია მოცემული და ბოძებული ღმერთისგან, მით დიდია პასუხისგებლობა იმათვის, ვინც ამას ვერ დაინახავს. ბუნებრივია, ხო, რაც დიდი გეძლევა, თუ იმ დიდს არ აიღებ, ესე იგი იმ დიდს კარგავ, ხო სწორია? ამიტომ და ეს გარანტირებულად იქნება. აუცილებლად მოვა მოსვლა და ზეკაცისა დიდებითა მამისათვის ისაითა ანგელოსა მისთანა და მაშინ მიაგოს კაცად კაცასა საქმეთა მათაებ. დღეს არსებობენ ლიბერალი ღვთისმეტყველები. მათ შორის სასულიერო პირები. რომლებიც ამბობენ, კაცო, რატო ვართულებთ საქმეს, არ არის უფალი ესეთი მკაცრი, ღმერთის სიყვარულია, ჩვენ სიხარულში უნდა შევიდეთ. დიახაც, ღმერთის სიყვარულია, დიახაც ჩვენ სიხარულში უნდა შევიდეთ. დიახაც, სიხარული ერთ-ერთი მცნებაა იმისა, რომ ჩვენ უნდა გვიხარებოდოს. დიახაც, ეს ყველაფერი ესეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისგებლობა გამქრალია საერთოდ. აგერ თუნდაც ამ სიტყვებში მიაგოს კაცად კაცაცა საქმეთა მათაებ. არა ყოველი რომელი მეტყვის უფალო შევიდეს სასუფეველში. კარებს უკეტავს და რატო გვიკეტავ კარებს? იმიტომ რომ არ გიცნობთ მოქმედნო უსჯულოების ანუ ეუბნება რელიგიურ ადამიანებს. აღარ ვლაპარაკობ აპოკალიფსის იესო ქრისტეზე, რომლის დანახვისას ესე იგი ზარი დაეცა პირდაპირ მის უსაყვარლეს მოწაფეს იოანე მოციქულს მისი სიდიადის მხილველს. როგორც მას უფალი გამოეცხადა აპოკალიფში. ამინ გეტყვით თქვენ, რამე თუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი, რომელთა არა იხილონ გემოს სიკვდილისა, ვიდრემდე იხილონ ზეკაცისა მომავალი სუფევითათვისითა. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები, ამაზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ. აი ეს ჩვენ შორის, უფალი გეუბნება, თქვენ შორის არიან ადამიანები, რომლებიც მანამდე არ გარდაიცვლებიან, სანამ მე არ მიხილავენ დიდებით მომავალს თავის სამეფოში. და სად ხდება ესა? მარტო მეორედ მოსვლა კი არ იგულისხმება. არც მარტო გარდაცვალება იგულისხმება, როცა წარუდგებით ღვთის წინაშე, არამედ როგორც ხშირად გვითქვავს, მოვედინ სუფევაშენი, გახსოვთ? გახსოვთ მამაო ჩვენოში. იმისათვის რომ ღმერთის შვილი გახდა, იქ ხო დანარჩენი ჩვენი ვალდებულებებია, მამაო და დანარჩენი ვალდებულებები. და ერთ-ერთი რა არის?
ჩვენი თხოვნა, რომლის შესაბამისათაც უნდა ვიცხოვროთ, მოვედინს უფევაშენი. აი მოვედინს უფევაშენი, ვიმეორებ. ამინ გეტყვით თქვენ, რამე თუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი, რომელთა არაიხილონ გემო სიკვდილის, აქ უკვე ხორცელ სიკვდილზეა საუბარი, ვიდრემდე იხილონ ზეკაცისა მომავალის უფევითა თვისითა, სასუფეველი. მოვედინს უფევაშენი. აი ეს ანუ არ მოვკვდე უნდა ხორციელად მანამდე სანამ შენ სუფევას არ ვიხილავ. ნახეთ, ღმერთის შვილობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ეს. დიახან ჩვენ გვაქვს კაი გაგებით ამბიცია. უნდა გქონდეს აი ქრისტიანის ის კი არა რომ აბა მე ხო ცოდვილი ქრისტიანი ვარ მე ხო წმინდა მამა მე უდაბნოვი არა ვარ მე როგორც შემილია რაღაცა ცრუ თავდაბლობა. მაშინ როცა ამ ცრუ თავდაბლობას საფუძველი წმინდა წერილში არ აქვს. თავდაბლობა სპარამეა. წმინდა წერილში საფუძველი ამას აქვს რომ თქვენ შორის არიან ისეთები რომლებიც არ მოკვდებიან მანამ სანამ არ იხილავენ ზეკაცისას მომავალს უფევითა თვისითა და აი ეს რომ მისი სასუფეველი ვიხილოთ ჩემში და უფალი გვიკაკუნებს გულზე ხო როგორც გვიწერია წმინდა წერილში და გვასწავლის რომ ჩვენ უსასურს ჩვენში დამკვიდრდეს ეს არის აუცილებელი პირობა ის რომ ის საუფლო ლოცვის ის სიტყვა მამაო რომ ვეუბნები რეალური გახდეს მე ხო იმიტომ არ მასწავლა უფალმა მას მამა უწოდო რომ სიტყვა დარჩეს სიტყვა სიტყვისთვის არამედ იმისთვის რომ ეს რეალიზდეს და რო რეალიზდეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის მოვედინ სუფევა შენი ანუ აი ამას რაც აქ წერია რომ არიან აქ მდგომარენიო ჩვენ ყოველდღე ვითხოვთ და ვითხოვთ და მე საქმეზე რომ იდგება არა მე არა აბა რა სიტყვა მაშინ და რატო ითხოვ მაშინ მამაო ჩვენ აღარა თქვა აღარასოდეს რატომ ითხოვ იმიტომ ითხოვ რომ ეგ არის ქრისტიანობა და თუ ითხოვ მაშინ გაიაზრე რა სიტყვ და შესაბამისად იცხოვრე ამიტომ ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ მოშვებული მოდუნებული უპერსპექტივო უამბიციო სხვა კაი გაგებით ქრისტიანები პირიქით ჩვენ უნდა ვიაზრებდეთ აქრისთვის ავართ ვიაზრებდეთ და ეს ამბიცია კაი გაგებით უნდა გქონდეს რომ ღმერთის შვილობა გველოდება და ამისათვის საჭიროა რომ ისი სამეფო ჩვენში დამოვიდეს ანუ ქრისტე დამკვიდრდეს ჩვენში და ეს უნდა მოხდეს მანამ სანამ გარდავიცვლებით იმისათვის რომ ეს მოხდეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ქრისტეზე და აი პავლე მოციქული დღევანდელ საკითხავში გვეუბნება ეს რას ნიშნავს აი როგორც გითხარით ესე ჭრელი, ხმაურიანი, ვერსად ღმერთს ვერ პოულობ, პირიქით, ამ სოფელში სხვა წესები და სხვა კანონებია, სხვა სული ზეობს, ღმერთს ვერ პოულობ, არ ქცალია, ვერ იცლი ადამიანი. არა თუ ურწმუნოები, მორწმუნებიც ვერ იცლიან ქრისტესთვის. და ამ დროს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, გინდა თუ სჭამდეთ, გინდა თუ სუმიდეთ, გინდა თუ რასაცა იქმოდეთ, ყოველსავე სადიდებელად ღვთისა იქმოდეთ. და როგორ იდიდება ღმერთი იდიდება ქრისტესადმი ერთგულებით. და ნახეთ პავლე მოციქული ჩამოთვლის ფიზიოლოგიურ ჩვენი ცხოვრების ფიზიოლოგიურ ხარეს, ჭამა, სმა და ნებისმიერი საქმე. არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ. ყველაფრით ღმერთი უნდა იდიდებოდეს, ანუ ყველაფერში ქრისტეს უნდა ვხედავდეთ. ბოლომდე კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ქრისტესზე. ჩვენ ცხოვრობთ ასე და არ ვცხოვრობთ ასე. აი ნახეთ როგორ ამბობს, ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნო ვეყოფე, ანუ ჩემი თელი ცხოვრებით, რასაც ვაკეთებ. ვცდილობ რომ ყველასთვის სათნო ვიყო, ანუ ყველასთვის სიკეთე ვაკეთო. რამე თუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობესსა. არამედ მრავალთასა, რათა ცხონდნენ. ანუ იმისათვის რომ ჩემი ცხოვრების წესით ღმერთი იდიდებოდეს ყველაფრით. ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის ის, რომ ყველა ადამიანისათვის სათნოთ ვიქცეოდე. რომ ჩემსას კი არ ვეძებდე, არამედ ადამიანებისასაც, რომ მრავალი ცხონდეს. ამ შემთხვევაში ის მოცექულებრივი, მამობრივი მზრუნველობას გამოხატავს ჩვენს მიმართ. და ეს ერთ-ერთი პირობაა იმისა, რომ ქრისტეს მივემსგავსოთ. ასეთია ღმერთი და იმიტომ. და ბოლოს ეს პავლე მოციქულის განსაცვიფრებელი სიტყვები, რომელიც ერთგვარი ანდერძია მისი. მობაძავ ჩემ და იქმენით. ვითარცა მე ქრისტესა. აქაც
ჩვენ რო პავლე მოციქულს ვკითხულობთ, ჩვენ რო წმინდანებს ვკითხულობთ, რომლებიც ქრისტეს მიემსგავსენ, ჩვენ რო სახარებას ვკითხულობთ. ყველაფერ ამის მიზანი არის ის, რომ ვიყოთ კონცენტრირებული იესო ქრისტეზე. თლიანად კონცენტრირებული იესო ქრისტეზე. რა ამ სოფლის ხმაურისაგან და ამ სოფლის სიჭრელისაგან გავთავისუფლდეთ და მივმართოთ მისკენ გონების მზერა, მივმართოთ მისკენ ჩვენი გრძნობები და ემოციები, რომ მხოლოდ ქრისტე გვიყვარდეს. და ჩვენი ნება დაუქვემდებაროთ მის ნებას, რომ გავთავისუფლდეთ ჩვენი ხორციელი და ეგოისტური მიდრეკილებებისაგან. ეს უმნიშვნელოვანესია, თორე ადამიანი მაგალითად ბიჯაჭვული თამბაქოზე ან ნარკოტიკზე ან ესე იგი ნებისმიერ ცოდვაზე არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ეგოიზმის სხვადასხვა გამოვლინებებზე. და ადამიანი ამბობს ამ დროს, რომ რა ვიღაცამ დაუშალა ასენ მოაკეთე. ვიცი რა, მე თავისუფალი ვარ, ასაც მინდა იმას ვაკეთებ. თავისუფალი როგორ არის? როგორ არის ლუარსაბ თათხარიძე თავისუფალი, როცა მთელი მისი არსება მოსულია რას შეჭამოს? თავისუფალია? თავისუფლებაა, როცა შენ დამონებული ხარ პირუტყულ და ეგოისტურ მიდრეკილებებს? და გამოსავალი რა არის? გამოსავალი ერთადერთია, შენი პიროვნული არჩევანი იყოს არა შენი ნება, რომელსაც პირუტყობა უნდა და ეგოისტური დემონური მდგომარეობა, არამედ შენი პიროვნული არჩევანი უნდა იყოს იმ სიცოცხლის ნებელობა, რომელიც აბსოლუტური სიკეთეა, ეს არის ღმერთი. და ამას ნიშნავს, რომ მივბაძოთ ქრისტეს. ეს მინდა დავემსგავსოთ მას. ასე ცხოვრობს ქრისტიანი, ასე ცხოვრობს ადამიანი და როგორც კი ასე ამ გაიაზრებს თავის პიროვნულ არჩევანს ქრისტიანი რას ნიშნავს, მაშინ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ამ ქვეყნიური სიჭრელე ხმაური ნელა გვერდზე გაიწევს. ამკვიდრდება მდუმარება, კეთილშობილური მდუმარება, რომელ მდუმარებაშიც გამოკრთება საღვთო ნათელი. და ჯერ კიდევ ხორცში მყოფი, ამ სოფელში მყოფი, ვიქნებით შემეცნებელი, მცნობელი ღვთისა, რომელიც ჩვენში დამკვიდრდება და მაშინ გავხდებით ნამდვილი ქრისტიანები. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდის იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.